მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ 5-ზე მეტი ადვოკატის წინააღმდეგ ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას რამდენიმე საათის წინ მიმართა. მოსამართლე საგანგებო წერილში ადვოკატების ინფორმაციით წერს, რომ უფლებადამცველებმა 8 პირის სხდომათა დარბაზში დაცვის შესაძლებლობის გარეშე დატოვეს. საქმე ეხება 11 იანვარს, როდესაც მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ გადაწყვიტა, რომ 8 პირის საქმეზე ძალიან პატარა დარბაზში ემსჯელა. იქ იყო უჰაერობა და ერთ-ერთი ბრალდებული ირაკლი მიმინოშვილი ცუდადაც კი გახდა, დასჭირდა სასწრაფო დახმარების ადგილზე გამოძახება. სწორედ ამიტომ ადვოკატებმა რამდენჯერმე მოითხოვეს, რამდენიმე საათის განმავლობაში ითხოვდნენ, რომ მოსამართლეს სხდომათა დარბაზი შეეცვალა, თუმცა ირაკლი ხუსკივაძემ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. სწორედ ამიტომ ბრალდებულებთან შეთანხმებით ადვოკატებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს სხდომათა დარბაზი. ამის შემდეგ კი მოულოდნელად გაიგეს მათ, რომ ირაკლი ხუსკივაძემ საქმეში ჩართო სახაზინო ადვოკატები და სხდომა ბრალდებულების და ადვოკატების გარეშე გააგრძელა. სწორედ ეს გარემოება ახლა ადვოკატებს აფიქრებინებს იმას, რომ ირაკლი ხუსკივაძემ თავი დაიზღვიო და იქამდე სანამ ადვოკატები უჩიულებდნენ მოსამართლეს, მან თავად მიმართა ადვოკატთა ეთიკის კომისიას. იურისტები ამბობენ, რომ მოსამართლემ ამით კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ის არის კლანის მსახური. სხდომა ისე გაგრძელდა, რომ არც ერთი ბრალდებული არ ესწრებოდა 11 იანვარს სასამართლო პროცესს. ამის შემდეგ კი, როდესაც ადვოკატები შეხვდნენ ბრალდებულებს, მათ თავად განუმარტეს ბრალდებულებმა, რომ სურდათ პროცესში მონაწილეობის მიღება, თუმცა ამის შესაძლებლობა პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ არ მისცა თავად ბრალდებულებს. ადვოკატები შეშფოთებას ვერ მალავდნენ, როდესაც გაიგეს მოსამართლის საჩივრის შესახებ. იურისტები, რომლებსაც აქვთ მრავალწლიანი გამოცდილება ამ საქმეში, ამბობენ, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მოსამართლემ უფლებადამცველებს უჩივლა. ჩვენ გადმოგვეგზავნა ეთიკის კომისიისგან მოთხოვნა, გავეცანით, მიგვაჩნია, რომ არ არის დასაბუთებული და შესაბამისად აუცილებლად წერილობით პოზიციას წარმოადგენთ ბატონი ირაკლი ხუსკივაძის პოზიციას. სადაც, რა თქმა უნდა, დეტალურად შევეხებით, როგორც ორგანული კანონის მოთხოვნებს, ასევე მოსამართლის რავალდებულებები იყო და რა ნაწილში მიაჩნია მოსამართლეს, რომ არის დარღვეული დაცვის უფლება. 19 წელია საადვოკატო პრაქტიკას ვახორციელებ. მთელი 19 წლიანი პრაქტიკის მანძილზე დავით ჭიკაიძეზე, ადვოკატზე, ასეთი ტიპის საჩივარი ეთიკის კომისიაში არ არის შეტანილი და არც ერთ ჩემ კოლეგაზე, რომლებიც კონკრეტულად ამ საქმეში მონაწილეობენ. მე შევხვდი ზვიაც და მან დამიფიქსირა ასეთი პოზიცია, რომ სურვილი რა თქმა უნდა ქონდა მას პროცესში მონაწილეობის, ის გააგრძელებს პროცესში მონაწილეობას და ასევე გავაგრძელებ მეც. მოსამართლემ, რომელმაც თვითონ ჩააყენა არადამიანურ პირობებში ბრალდებულები, თვითონ მოსამართლე გვედავება თითქოს და ჩვენ დაცვის გარეშე დავტოვეთ ბრალდებულები. კანცელარიაში ჩავაბარეთ წერილი, ოფიციალური წერილი, როდესაც მივმართეთ მოსამართლეს და განმარტება გავაკეთეთ, რომ ჩვენ ადვოკატები არ ვაცხადებთ უარს პროცესში მონაწილეობაზე, ჩვენ არ ვაცხადებთ უარს, რომ დავიცვათ ბრალდებულების უფლებები, უბრალოდ ჩვენ მოგიწოდებთ, რომ დაიცვათ და შექმნათ ადამიანური პირობები და იქნას ბრალდებულების პატივი და ღირსება დაცული. აი ამ დარღვევების მიუხედავად მოსამართლემ, რა თქმა უნდა, შრომდგომობა არ დააკმაყოფილა და მოსამართლის გადაწყვეტილება ემსახურებოდა, ანუ არანაირი სამართლებრივი საფუძველი მას არ ჰქონდა, უბრალოდ იყო მკაცრი უარი, რომელსაც არანაირი არც რაციონალური, არც ლოგიკური და მით უმეტეს არც სამართლებრივი დასაბუთება არ ჰქონდა. ძალიან კარგი არის, რომ გვიჩვევა, იქაც გამოავლინა თავისი პროფესიონალიზმი და გამოავლინა, როგორ ფლობს კანონს მის დასაბუთებაში, რაც აღნიშნულ საჩივარში უწერია, არ შეესაბამება ფაქტობრივ გარემოებებს, რაც პროცესზე ხდებოდა და რაც უშუალოდ ჩემი მხრიდან მაგალითად განხორციელებული იყო. მაგალითად უწერია ის, რომ მე თურმე ჩემი დაცვის ქვეშ ყოფი მივატოვე და არ ვიცავდი, როდესაც ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება. მე მოქმედებ ჩემი დაცვის ქვეშ ყოფის ინტერესით და მისი სურვილი იყო, რომ დარბაზი დაგვეტოვებინა ჩვენს და მათაც. მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძის სარჩელის საფუძველზე ახლა ადვოკატთა ასოციაციას შეუძლია სანქციის სახით გამოიყენოს ფულადი ჯარიმა, სიტყვიერი გაფრთხილება, ანდა საქმიანობის შეჩერება. ახლა იურისტები ელოდებიან, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ადვოკატთა ასოციაცია. ნიკოლას ჯავახიშვილმაც გამოაცხადა, რომ უერთდება ამ პროტესტს და ისიც შიმშილობს ჟურნალისტის მიმართ განხორციელებულ ამ ქმედებებთან დაკავშირებით. შესაბამისად, დღეის მდგომარეობით დაზუსტებულად ვიცით, რომ ორი ადამიანი პროტესტის ნიშნად ხარს უჭერს და შიმშილობს და დანარჩენ პირებთან დაკავშირებით, როგორც მე ვფლობ ინფორმაციას, სხვა პიროვნებებიც აპირებენ შიმშილობას.
პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ახალმა ტალღამ იფეთქა, პატიმრება ერთგვარის მიყოლებით დაიწყეს შიმშილობა, ისინი სოლიდარობას უცხადებენ დაკავებულ ჟურნალისტს მზია ამაღლობელს და ამბობენ, რომ ამ ფორმით შეეცდებიან რეჟიმის პატიმარ ჟურნალისტს სოლიდარობა გამოუცხადა.